საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის აღდგენა რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. რესტავრაცია უტარდება იაპონურ ბაღში განთავსებულ ტორის ჭიშკარსა და ხიდს პროექტში. ქართველი და იაპონელი სპეციალისტები არიან ჩართულები. მინიატურული ხიდი ტასოტოს სტილის ქვის კოშკი, სიმბოლური დატვირთვის მქონე სხვადასხვა ჭიშკარი და უნიკალური სახეობის მცენარეები. ეს ყველაფერი 250 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ იაპონურ ბაღში ულამაზეს სანახაობას ქმნის. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში აღდგენა რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღდგება იაპონურ ბაღში არსებული დაზიანებული ისეთი ელემენტები და ბაღის მთავარი სიმბოლოები, როგორებიცაა ტორის ჭიშკარი, ალისფერი ხიდი და ცერემონიების სცენა. სამუშაოები თავდაპირველი პროექტის მსგავსად საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმართვის საფუძველზე იაპონური ლანდშაფტური კომპანიის კოსუგის მიერ ლანდშაფტის არქიტექტორის საერთაშორისო პროექტების მენეჯერის ანდრიას ჰამაჰერის უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება. პროცესში ასევე მონაწილეობენ იაპონელი სპეციალისტები, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეები და ტექნიკოსები. აქ გვაქვს ბაღის საწყისი პროექტის ესკიზი, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ბაღის ზოგიერთი ნაწილი მოძველდა, მაგალითად ხიდი დაზიანებული იყო. ამიტომ ჩვენ შევაკეთეთ და აღვადგინეთ მისი პირვანდელი სილამაზე. ასევე ჩვენ უკან მდებარე ტორის კარით საკმაოდ დაძველებული იყო. ამიტომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ იგი განახლდა და კვლავ ლამაზი გახდა. გარდა ამისა, ბაღში არსებული ქვაფენილი წლების განმავლობაში მრავალი ვიზიტორის მოსვლის გამო ასევე საჭიროებდა განახლებას. ამჯერად ჩვენ შევაკეთეთ და ასევე გავაფართოვეთ ქვაფენილი ბილიკი, რათა ბაღის სტუმრებს უსაფრთხოდ და გალამაზებულ ბაღში შეეძლოთ სეირნობა. იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ტურისტებსა და ადგილობრივ დამთვალიერებლებს შორის. გახსნის დღიდან იაპონური ბაღი ასრულებს იაპონიის კულტურის სიმბოლოს როლს. აქ რეგულარულად ტარდება იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის ღონისძიებები. რესტავრაციის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში ეგრეთ წოდებული ქაღალდის ბუჩქი დარგეს. მომავალიფსის ქვეყანაში მას იყენებენ ბანკნოტების დასამზადებლად. დღევანდელ დღეს აქ ჩემთვის ყოფნა დიდი სიხარულია. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებული იაპონური ბაღი, რომელიც თბილისის ბოტანიკურ ბაღშია განთავსებული, 8-9 წლის შემდეგ განახლდა და კიდევ უფრო ლამაზი გახდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულის მომტანია. 2016 წელს ეს იაპონური ბაღი იაპონიის და საქართველოს თანამშრომლობით შეიქმნა. ამ ბაღს მრავალი ვიზიტორი ყავს, რომლებიც გაზაფხულზე ალუბლის ყვავილობით და შემოდგომაზე ფერადი ფოთლებით ტკბებიან. ეს ადგილი წარმოადგენს უნიკალურ ჰარმონიას და შერწყმას საქართველოს ბუნებასა და იაპონურ კულტურას შორის. გარდა ამისა, ბაღიდან კარგად ჩანს ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. სწორედ ამ განსაკუთრებულმა გარემომ აქ უამრავი სტუმარი მოიზიდა. ჩვენი ბაღი, იაპონური ბაღი, სულ რაღაც 250 კვადრატულ მეტრზე არის გაშენებული, მაგრამ არ გეგონოთ, რომ რახანის პატარა, ან მისი მოვლა არის ადვილი, ან მისი იერსახის შენარჩუნება. 8 წელზე მეტია ჩვენი ვიზიტორების უსაყვარლესი ადგილია და საკმაოდ ესეთი მარტო დასასვენებელი ადგილი არ არის. აქ ძალიან ბევრი ღონისძიებები იმართება ხოლმე. როგორც ამბობენ საუკუნეების წინ, იაპონელებს სწამდათ, რომ წყალი, ქვები, ყვავილები და ხეები ღვთაებრივ სამყოფელს ქმნიდა. დღეს კი ამომავალი მზის ქვეყანაში რომ იკითხოთ, სად შეგვიძლია ვიგრძნოთ სრული მოდუნება, ნამდვილი ჰარმონია ბუნებასთან და საკუთარ თავთან, მხოლოდ ერთი პასუხი ექნებათ იაპონურ ბაღში. იაპონელებს ჯერათ, რომ ბაღის ჭიშკარი მხოლოდ მაშინ გაიღება, როდესაც პრობლემები გარეთ დარჩება. ბაღის აღდგენითი სამუშაოები 10 მარტს დასრულდება და ვიზიტორებს განახლებული იაპონური ბაღის დათვალიერების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.